ნომინაცია, რომელზეც უნდა წარუდგინოს ნომინანტები, ეს არის ეკოსისტემის გმირი, ecosystem hero. გიორგი თავისი მისიით ეკოსისტემის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ენთუზიასტი იყო. ადამიანები, რომლებსაც პანელზეც აღნიშნეთ და მეც მაქვს ნახსენები, რომელსაც გიორგი ერთხელ მაინც შეხვედრია, დღემდე იხსენებენ მის უსაზღვრო როლს მათი იდეების განვითარებაში. ერთად არაერთი პროექტის ფარგლებში ათასობით მეწარმესთან გვიმუშავია და ეს მეწარმეები დღესაც აქტიურად ახსენებენ გიორგის ხარდაჭერას და მის როლს მათი იდეების თუ სტარტაპების განვითარებაში, რაც გიორგის ესეთი უსაზღვრო ენთუზიაზმის შედეგია იმისათვის, რომ ნებისმიერ ადამიანს ან მეწარმეს, რომელსაც ის ხვდებოდა, მთელი ენთუზიაზმით ცდილობდა, რომ მისთვის რაღაცა ესეთი მხარდამჭერი მენტორი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ მოცემული ნომინაციის მიზანია ეკოსისტემის უპირობო მხარდამჭერების აღმოჩენა და აღიარება, რის შედეგადაც წავახალისებთ გულწრფელ თავმდებარეთა ღირებულების მატარებელი ადამიანების გამრავლებას, თავმდებარე ღირებულების მატარებელი ადამიანების გამრავლებას ტექნოლოგიურ სტარტაპ ეკოსისტემაში. სწორედ ისეთი ადამიანების, როგორიც იყო გიორგი. და მინდა წაგიდგინოთ მოცემული ნომინაციის ნომინანტები, სადაც ყავს გიორგი ჩუგოშვილი, სერიული ანტრეპრენერი და აქტივისტი, ნინოცა ნანიტაშვილი, ქეთევა ლევანოიძე, იმპაქტ ჰაბ თბილისი, რუსუდან ჩაჩანიძე მედია ლაბი და გენა მაშასადამე მინდა აღნიშნო, რომ ფიქრობ მაგათ ეკოსისტემ ჰიროს არჩევა საკმაოდ ისეთი საინტერესო და არანაკლებ ჰიროუარი ყველა ნომინანტი ჩემი აზრით და ყველას ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს ჩადებული ეკოსისტემაში. თუმცა ერთი გამარჯვებული შეარჩია ჟიური და აქვე აღნიშნავ, რომ გამარჯვებულ სამ კატეგორიაში პრიზი გადაეცემა ჩვენი მხარდამჭერი აჭარა გრუპისგან და ეს არის დებლოკის სამთვიანი ფლექს საწევრო და სიმბოლური საჩუქარი ჩვენგან გენერირებული სასაჩუქრო ბლოკნოტი და კალამი და მგონი რომ მოვიდა, რომ მოგიყვეთ ამ ადამიანზე. ნომინაციის გამარჯვებულია ადამიანი, რომელიც 2016 წლიდან აქტიურად მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე საქართველოში. იგი ხელმძღვანელობს მედია აკადემიის სტარტაპ აქსელერატორ მედია ლაბს და მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება სტარტაპებს ბიზნესის ფორმირებასა და ზრდაში. არის მოწვეული ლექტორი საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებში, სადაც იცნობს ლექციებს სტარტაპ მარკეტინგში, დიზაინერულ პროგრამებაში და სტრატეგიულ დაგეგმვაში. მუდმივად ცდილობს სტუდენტების ახალისებას და იმისაც, რომ ეს სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები ინოვაციურ პროდუქტებში, პროექტებში და თავად შექმნა სტარტაპები. როგორც მივხვდით, ჩვენ ყველანი უკვე რუსუდან ჩაჩანიძეს თხოვნა გოვიდეს, ეს გადაცემა ძალიან მადლობა შენ ეკოსისტემის განვითარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. წარმოუდგენელი პატივია ჩემთვის. გიორგიზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, მე პირადად გიორგი ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში, ისე დამეხმარა, რომ ფაქტურად შეცვალა ჩემი ცხოვრება და გიორგიმ დაგვიტოვა მაგალითი, როგორ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, დავეხმაროთ ყველას, ვისაც კი შეგვიძლია რომ დავეხმაროთ, როგორ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე მთელი გულით, მთელი ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით და თუ გიორგის მიზანი იყო, რომ სამყარო უკეთესი გამხდარიყო, მე მგონია, რომ ეს მისია და ეს გზა მის ჯერ არ დასრულებულა, იმიტომ რომ ჩვენ, ბრალოდ მე პირადად შევეცდები, რომ რაღაცა დავემსგავსო გიორგის და ეს გზა გავაგრძელო და დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც გიორგის იცნობდა, შეეცდება, რომ გიორგისნაირი იყოს. და სამყარო კიდე დიდი ხანი შეიცვლება უკეთესობისკენ, იმის გამო, რაც გიორგიმ დატოვა და ჩემი აზრით ძალიან დიდხანს წინ დახვდებათ გიორგის ამდენი გაცემული სითბო და სიკეთე მის შვილებს და ოჯახის წევრებს.
მადლობა ძალიან.